ემიგრანტები სალომე ზურაბიშვილის ძმას უპირისპირდებიან და ოთარ ზურაბიშვილს საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებენ. მათთვის უცნობია, რაში იხარჯება სათვისტომოს ფინანსები. ემიგრანტები ასევე უყვებიან ქრონიკას, რომ ოთარ ზურაბიშვილი მათ აიძულებს აქტივობებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და ხელისუფლების ცვლილების მიმართულებით. უფრო მეც ანა ბერძენიშვილი მოგვიყვება. ერთპიროვნული გადაწყვეტილებები, გაუმჭვირვალე ხარჯები, საფრანგეთის ქართული სათვისტომოს პოლიტიზების მცდელობა. ემიგრანტები ოთარ ზურაბიშვილს დაპირისპირების პროვოცირებაში ამხელენ. განსხვავებული აზრის ჩახშობა და დევნა მეტიც სალომე ზურაბიშვილის ძმამ სათვისტომოს ვიცე-პრეზიდენტად თავისი შვილი აირჩია. გადარჩეულია სათვისტომოს ხაზინადარიც. ნატა დარჩიაშვილი ოთარ ზურაბიშვილს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ამხელს და პოლიტიკური პარტიის შექმნას ურჩევს. ბოლო ერთი წელიწადია, რაც ასოციაციაში საერთოდ შეწყვეტილი იყო მუშაობა. კომიტეტის ბიუროში ხდომა არ ტარდებოდა და ოთარი იღებდა ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული პრინციპებს და იმ ასოციაციის კანონმდებლობას, თუ გნებავთ, რომ პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბოთ, შესაძლებელია, მაგრამ ასოციაცია არ არის პოლიტიკური პლატფორმა და პოლიტიკური პარტია. მით უმეტეს იმისა, რომ მე სასტიკად ვეწინააღმდეგები იმას, რაც ამჟამად საფრანგეთში მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ. რაში ხარჯავს ოთარ ზურაბიშვილი ფინანსებს გაუმჭვირვალეა. საფრანგეთში მყოფი ქართველი ემიგრანტები პასუხებს ვერ იღებენ. სალომე ზურაბიშვილის ძმა კი სათვისტომოს სახელით მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერისთვისა და საქართველოს წინააღმდეგ მუშაობს. პირდაპირ კითხვა შაბათს, რომ არ არის ბატონო ეს ნეიტრალური, როგორც თქვა, პლატფორმა, ეს გახდა პოლიტიკური პლატფორმა, პოლიტიკური ბრძოლის. ზუსტად ეს არის ჩვენი შეკითხვა, როგორ უნდა იყოს, თქვა, არასამთავრობო ორგანიზაცია, რატო უნდა იყოს პოლიტიკური. მაშინ დაერქოს სხვა სახელი, თავისუფლება მიშას, უკრაინა და მიშა, ეს ორი მთავრობის გადადგომა. ეს ძირითადად სამი აზრი მუსირებს და ესაა მათი პრიორიტეტები. დაძმა ზურაბიშვილების ბრძოლა ქვეყნის ინტერესების დაზიანებისთვის და ქართველების ერთმანეთთან დაპირისპირება. სახელისუფლებო გუნდისთვის რიგითი ოპოზიციონერი ზურაბიშვილი მხარდაჭერას საზღვარგარეთ ამაოდეძებს. ზურაბიშვილებში ნეპოტიზმი, რომ საკმაოდ ისე აქტუალურადაც წარმოდგენილი არის სიახლე ჩვენი საზოგადოებისთვის. საფრანგეთის სათვისტომო და ქართველთა წარმომადგენლობა უცხო ქვეყნებში პირველ რიგში უნდა იქნეს გამოყენებული ამ ქვეყანასა და საქართველოს შორის ერთობლივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის. ხდება ამ სათვისტომოს რესურსის გამოყენება ვიწრო პარტიული მიზნებისთვის, სააკაშვილის ხარდაჭერისთვის და ასე შემდეგ. ნათელია, რომ აქ არა ჯანსაღ ურთიერთობებს და ჯანსაღ პოლიტიკურ მოცემულობას აქვს ადგილი, არამედ არის ცდილობა საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესი განახორციელოს. პოლიტიკით დაავადებულ ხალხთა სექტა წარმოიშვა. იმის მაგივრად, რომ ევროპაში მცხოვრები ჩვენი დიასპორელები ყველაზე არა მაქვს ლაპარაკი ასაკურველია სამაგალითონი იყვნენ ყველასათვის. სალომე ზურაბიშვილის ძმა გადასულია ავანტიურისტულ მოქმედებებზე, რომელიც უპირისპირდება სხვა ქართველების ინტერესებს. საფრანგეთის ქართულ სათვისტომოში დაპირისპირება ოთარ ზურაბიშვილის პოლიტიკურმა აქტივიზმმა შექმნა. კითხვებისთვის ოთარ ზურაბიშვილთან დაკავშირება ვერ შევძელით.